უბედური შემთხვევა ლადო ვარძელაშვილის საცხოვრებელ სახლში დაღუპულია სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დევისირაძე შემთხვევით გასწავლილმა ტყვია მიმსხვერპლა. პირი, რომელსაც ტეტეს სისტემის იარაღიდან ტყვია გაუვარდა დღეს დილით დაკითხვის შემდეგ დააკავეს. აყვანილია სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ყოფილი მინისტრიც. ლადო ვარძელაშვილს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვაში ედება ბრალი. რა მოხდა გვიან ღამით ნუცუბიძის 26 ნომერში, ნუცა აბაშიძე დეტალებით. სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი თბილისის მთავარ სამმართველოში დაკითხვის შემდეგ დააკავეს. ლადო ვარძელაშვილს ბრალად იარაღის უკანონო შენახვას წაუყენებენ, რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ვარძელაშვილთან ერთად დაკავებული არიან მისი ქვისლი ვახტანგ ბიჭაშვილი და ზვიად ქავთარაძე. აქ არის გაუთხილებლებითი მკვლელობა, იარაღი გაუვარდა ერთ-ერთ ლადო ვარძელაშვილის მეგობარს, ქავთარაძეს, ასევე დაკავებულია ქავთარაძე, ასევე დაკავებულია იარაღის მესაკუთრე ბიჭიკაშვილი, ლადო ქავთარაძის ქვისლი. სხვა დეტალებს ვერაფერს ვერ გეტყვით. საქმე სავარაუდოდ გამოიძიებს ქალაქის პროკურატურა, ვინაიდან პოლიციელის ბრალეულობა იკვეთება აქ. იარაღისადმი უდიერად მოპყრობა. უბედური შემთხვევა გუშინ გვიან ღამით ნუცუბიძის 26A-ში მოხდა. მეგობრები ლადო ვარძელაშვილის სახლში შეიკრიბნენ. ყოფილმა მინისტრმა სტუმრებს მისი ქვისლის, ვახტანგ ბიჭაშვილის მიერ ნაჩუქარი ტეტეს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი აჩვენა. დათვალიერების დროს ერთ-ერთ სტუმარს იარაღი გაუვარდა და მის პირდაპირ მდგომ დევისირაძეს გულმკერდის არეში მოხვდა. მქონდა სეიფში შენახული ეს იარაღები. შემდეგ ჩემმა მეგობრებმა დაათვალიერეს ჩემი იარაღები, კოლექცია, ჩემი და ერთ-ერთ ჩვენ მეგობარს შემთხვევით გაუვარდა ეს იარაღი და მოხდა ეს უბედური შემთხვევა. წავედით ლადოს პირადი იარაღების დასათვალიერებლად. დათვალიერების დროს მოხდა ჩემს მიერ გასროლა. მომხდართან დაკავშირებით კომენტარი შინაგან საქმეთა სამინისტროშიც გააკეთეს. ზვიად ქავთარაძე ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ასევე დადგინდა, რომ იარაღი რეგისტრირებული იყო ლადო ვარძელაშვილის ნათესავის სახელზე, რომელმაც 2010 წელს აღნიშნული პისტოლეტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილ მინისტრს საჩუქრად გადასცა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე უბედური შემთხვევიდან რამდენიმე წუთში მივიდა. სირაძე უკვე გარდაცვლილი იყო. ჩვენი ბრიგადა დროულად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, მაგრამ მის დღეს სამწუხაროდ ავტომობილში დაგვდა ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვლილი გვამი. სავარაუდოდ ჭრილობა მიყენებული იყო ცეცხლსასროლი იარაღით და დაჟინებული თხოვნით იქ ყოფი ადამიანების ჩვენს მიერ გადაყვანილი იქნა ეს პაციენტი ემერჯენსის კლინიკაში. დევისირაძე სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში მუშაობდა. სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით ოჯახს უკვე მიუსამძიმრა. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამინისტროს თანამშრომლის. დევისირაძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს. გარდაცვლილი სამხარეულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან სახლში რამდენიმე საათის წინ გადაასვენეს. მომხდართან დაკავშირებით ოჯახის წევრები კომენტარს არ აკეთებენ. ინციდენტზე არც დაკავებულის ოჯახის წევრები საუბრობენ. არანაირი აი ამ წამს მოვედი და ვიცი რომ დევი იყო ჩემი აი უახლოესი მეგობარი და ეგეთ წესიერი კაცი მე მგონი თბილისში ძალიან ცოტადაა. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ინციდენტს თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო იძიებს.